ეს სალონი აკავშირებს რა კარგი ისტორია. აბა, ფერი ისტორია. და მე კიდე აი, დასაყარებია. მე უკვე სხვა ეს იყო პირველი ნაბიჯები, რომ ისინი იძულებული იყვნენ ჩვეულებრივ ადამიანებივით ემუშავათ. დეპეშა დაგაუძანდა რომ საოცარი ახალგაზრდა ლამაზი ქალი არის უნდა ჩამოხვიდე და ჩამოდი და უნდა გაჩვენო. რა უცნაური და მე ვიფიქრე რომ ეს იყო რაღაც ძალიან დიდი მეგობრობა. ძალიან სასაცილო იყო ყვება რომ ნინო ყვებოდა რომ ესე იგიო ნუ არ არის ეს ჩამოვედიო და გავარო კაცო და ველოდები ამ ტიციანსო აივიდა ვიყურებდა და ხედავ მოდიშო ტიციანი აი უფრო გასუქებულიო ეთქო იმედის ყალი დარია იმ რომ მოვიდა წამყვანა მაჩვენა ეს კარი და ნუ ძალიან მომეწონაო და ნუ წამოვიდით უკვე აბა რა აზრის ხარო და ნუ გასაგიჟებელი ქალიო მაგრამ ჩემგან რა გინდაო ამ ურთიერთობის გაგრძელება მე ვიცი რომ გაგრძელდა ძალიან დიდი მეგობრობით. ტიციანი მეგობრობდა უკვე გათხოვილ თამონიაძეთან. არ ქონდა ესე. მშობი არა თამონიამ და იქ რაღაც მშობიარობის 10 დღის შემდეგ დაეწყო ეს გართულება და მოჭრეს ფეხი და ტიციანი მივიდა სანახავად და მაშინ დაწერა. ფეხმოტეხილი შეხარ ღრუბელიო. ყველაზე კარგი სტრიქონები ტიციანის სავიზიტოს გარჩენილი ვარ ქვებზე. კამაში დაახეული მაქვს. ამ ლექსში წერია ადამიანის საღამოს თავარ თემაზე. ჩვენ რატომაც შევიკრიბეთ. მამაო, მოგება ძალიან სენტიმენტალური ამბავი. თავის ახალგაზრდობის ისტორიაზე, რომელიც ცოტა შეცვლილი როლებით, მაგრამ მაინც გავდა ამ ისტორიას, ამ მეგობრობას, ამ რაღაცა შორით გრძალვას და შორით ტრფობას, ხო? მამაგურა. ამიტომ თვითონ მამაოს ხოთ ეს ისტორია მოგვიყვეს. გავსახა ჩემდეუღლე და ნინო ერთად რო არიან ახლა გავსახა და მეგობრობდნენ და ჩვენ 4 წელი მოკლედ მე ტიციანი მიყვარდა ნინოს გასულობამდეს და შემაყვარს ძალიან და აი რომ მოხდა ჩვენი შეხვედრა პირველად მე-4 მესამე კურსზე ვიყავი ნინოს სკოლას ამთავრებდა და ხო არის ჩვენ ყველას ყავს ის ვისაც ველოდებით ვიც ეს არის და ერთადერთი რაც მაცოცხლებდა ეს კომუნიზმის იდეა დამეფერა მე იმიტომ ჩავირიცხე პირველ წელს კაცო და ვაფშე არაფერი ორგანიზებს არ პროფესიისა თითქმის მივატოვე სწავლა და დამენგრა სამყარო არაფერი ხალისი არ არის და აი მაგრამ აი ეს ყვარული მქონდა ბავშვობიდან და მეთქი სუსუ აი რამდენი გოგოს ვადა ეს იქნება ეს არა და ავტობუსი 15 ნომერი ჩამოდიოდა პეტრიაშვილიდან ადიოდა ეს მიდიოდა მელიქიშვილი და მით ადიოდა ბელინსკის ზევით ისევ და მე ადიოდა სევასტოპოლზე და ბორია ერქვა მძღოლს ბორია არის ბორია ერქვა მძღოლს აი სწორი იყო თუ შავილოში კეხიანი ცხვირი დარგავს კეხიანი ცხვირი და აი ჩატურები და მე ახ ჩავდიდი გაჭეჭყილი ავტობუსი ეს რა აკრიფავდა სიჩქარეს ბელინსკზე ვერ გაჩერდებოდა ვიდრე ისე თქვა ღმართია არ უნდა გაჭდა დააწებოდა გაზა ბოლომდე სანამ არ ადიოდა და ადრეს მიჩეჭყილება და მე ვარ კარტა და ნინო დგას ჩემ წინას პირდაპირ ეს უყურებ ერთმანეთს და აი ეს ხო დაგროვილი ხო არის ჩემში ეს რომ ეს ვინ არ ვინ და აი აქ მოხდა სხვადასხვა ძალიან კარგი იქნება თუ გვაქვს საშუალება 20 პატარა გოგონას ერთი მსახიობი კითხულობს მაგას მოდი აი ეს წამში რა მოხდა ის მაგ დაჭერილი აი იქ რა მოხდა ჩემში ის აფეთქება აი აქ მაგ ახლა კაი და გავიგებთ მაინც კარგი იქნება კი ანუ კარგად გამოცემთ ის ემოციას ოცნების პატარა გოგონა ახერა უყურებ დიდოს და ხო ავიდა ეს და აი აქ იმას ენით ვერ გადმოსცემ რა მოვა იქ მოხდა ის რასაც ჩვენ ყველას გაგვიცია ეს ის არის და ერთადერთ მოვასწარი რომ ფული გადავთქვენი გადახდილია მეთქი და ეს აბა ხავი არ მოსწოს ვიღაცა რომ ვიღაცა და ჩავდიდა ეს დინო ჩავდე დამთავრდა ეს მაგრამ ეს ხო ჩამშა უკვე და ამდენ მოვდივარ პირველ კურსზე ვარ პირველი ის არის სექტემბერი მე-4 კურსზე ვარ მე ნინო ჩარიცხულა უკვე ის 16 წლის ოქტომბერში გახდა 17-ის და მოვდივარ უნივერსიტეტში ხო ფილოლოგებს და ისტორიკოსებს მაშინ მოვდა
აი აქ არ დამი დაგემართა ის ეს იცი რა იყო ძალიან სასაცილო იყო გამოდიოდი იმ რაღაც უძიმესი კარები რო იყო რაღაცა პირველ კორპუსზე ხო და გავაღე ეს კარი და დამეჯახე ვიღაცას და რო ავიხედე ეს 2 მეტრიანი კაცი ხარ გაკეთდა ვიფიქრე რა ვქენი ამის და ხო არ მოვკალი ეს კაცი რა ამ კარებით რაღაცა თავში ყوار ჩავარხე რა გავაკეთე ამია ბოდიში მაპატიეთ ეს რა გავაკეთე მაპა ვერაფერი ვერ გავიქრა და გათეთდა და შეეშიდა და რატომ გათეთდით ესე იგი შევხვდათ ნიტა და გათეთდით თქვენ ესე ნინოს თვალის დანახული ახლა ეს წამები რა მოხდა ჩემში მართლა ის არის ა თქვენი დაწერილია ეს თუ აბარა მაგისი ლექსიკო დაწერილი აი თუ სიყვარულის წყურვილი ისმის კი გაზაფხულის სუნთქვითა და ფერებით ავსებულ ქალაქის ფართო ქუჩებში დავდიოდი და გეძებდი შენ ჩემი ოცნების პატარა გოგონას ის წამია გეძებდი და მაისის მათრობელა სიოსავით შემოფრინდი ჩემს არსებაში სხაპულო ფერიასავით მიმსგელი და მაცნული ღირმით ცნობის მოყვარე სავსე თვალებით და შუბზე ბავშვურად გადმოყრილი მოძალებული სიხარულისგან ცერკი ნაკადული დაჩხრიალდა ჩემ გაყინულ სულში სიცოცხლის შმაკი ცხურული შეუცნობელი შიშნარების სიხარულის ვარდისფერ ბურუსში ჩაიძირა მთელი ჩემი არსება შენი დეგი ჩემს წინ და ჩიუტად ითხოვდი ჩემგან რაღაც სულ სხვა ყველაზე ლამაზ და ძვირფას საჩუქარს და მეც დიდი ლოყაწითელი ვაშლებით დაუნანებლად ჩაგიგორე პატარა გამოწვდილ ხელებში სიყვარულით სავსე არაფერი ნორმაში არსება მინიმუმ 1-20 მეტროს რო მივაყოლები და უკვე ვერ შევდიოდი ამ ვერში დაუშვათ მინდა დავირახო იქ მესამე სართულზე აქ ლექცია უკვე ყველაფერი ვიცი ეგ საადრომაც და როგორც კი ნინო გამოიხედავს გარბი ვარ ვერ ვუძლებ ბიქით აქეთ ბერეს და შევისწავლე გრაფიკი რომელიც წუთს გამოვა სახე და რა ხდება მე რამდენჯერ დავიждები გოგებაშვილზე ველოდები ახლა გამოვა 2 წუთში უკვე ვიცი და მოფიქრებული ვარ რა უთხრა ყველაფერი და გადმოდის ნინოს თავის ფრიალაკაბით შემოდი და აი ესე ვძივარ და ჩავივლის ჩადის პეტრიაშვილი მივყვები უკან უნივერსიტეტზე რამდენჯერ ხომ ხდება იქ ვიდივარ იქ ხდება არ ვერაფერს ვერ მეუბნები და მოგლედ ამ სულელმა გოგომ ეს სიყვარული ვერ დაინახა და ეგონია რომ ყაშაღი დასწრე თვალებში არის რა ვიდავდა ყაშა ცოტათი მაინც არის ფიქრები რაღაცა ეხლა მეუბნება თავის ბიძას და ბიჭები მოდიან და ხდება კურდული გარჩევა იმაშალაკაცი დავდა მე ჩემი ვიღაც არანორმალური ეს გაცი მოგლედ დამიბარეს რასბორკაზე თუ ახლა რომ დამიბარეს მე ჩემი მეგობრები წამოვიყვან ერთი და სადღაც იმაში ვერის იმაში ჩავედი და დაიწყო ზაზა კიბით მე ზაირას თუ არ არის ის ხო დიშვი ასე არის ძმაო რა გიდა გოგოსთან ესე ამბობს რომ ვიღაც ყაშაღებდა და რატომ მაწვალებ რა ხდებაო და მე სილივს ამოვღერდე მერიდებოდი მეთქი მიყვარს მეთქი და რა აი ეს როგორც თქვი თუ ამათ მართალი ეგორათ რომ ყაჩაღი რაღაცა ვარ აბიჟნიკი ვიღაცა ვაიბე რაო ეს ასე ამას ვაჩვენებს ეს კაცო რას ამბობს სიყვარულის უფლება ვისაალგო და ეს სულელი გოგო ნახე მაგას რა და ამირეკე სუმაგინე შენ არანორმალური რა ასეთი ბიჭი დაყვებაო ხო ასეთი თავიდიო რა დაგიშავ თან ხوارაფერს ახალბოკო უკან დაყვები და ხმას აღწევო მეორე დღეა და ეს ნინო ხო გათავისუფლდა საწყალი მოითქვა სული და მოგრე და იმას გავკეთე ხოდა ახლა გავარ უნივერსიტეტში ხო იცი მაშინ ის იყო ყვითე წითელი კროშკა დაყრი ახლა სხვადაირად არის და ნინოს ხო სუეთ მინიმუმ 20 მეტროს იქით უკვე მე გავპივა ეს კი გარი მინიმუმ შანსი არის გამოჩნდა იქ ნინო და გავარ მეგობრებთან თან თვალი ესე და
ჯო უყურე მოდის პირდაპირ რაკეთე მოდის მეთქი გავიხედე ვინმეს კი ყვაებიდის და გავიჩოჩე რომ დისტანცია დავიცო 15 მეტრზე რომ ხოლო 10-ზე რომ მოვიდა 10 გავიწიე კიდე ჯო ისე მოდის ჩემზე და მოა ხელი ასე ჯო სად მიდის რა გავაკეთო სად გავიწე უკვე საშიშ მანძილზე მომიახლოვდა უკვე დამეტანია საშიშ მანძილი კანი არა რა არის და და მეჯახება პირდაპირ წარმოგიდგენია ხელი მოა გასაწო უკვე ნახდა ჩემთან ჯო რა გავაკეთე ხა აზე არა ვარ რა მოხდა ვაიმე მიღიმის და ვაიმე კაცო არ ვიცოდიო თურმე ასე ყოფილა ისე ყოფილაო და ბოდიშიო დედაჩემს უთხარიო დედაჩემი გეპატიჟება სახში მანჯრებთან ვათენებდი გეპიცები 22-63-03 ამას არ ახსოვს ტელეფონი მე მახსოვს და 50 წლის უკანდელი ამბავი და ახლა თუ რა გო 45 წლის და ამდენ ფანჯრებს რო უყურებ და ნინოს სილუეტი ოღონდ კი გამოჩნდეს და მეტი არაფერი არ მიდო და ამდენ სახში გეპატიჟე ვაიმე რა გავაკეთე მაშინ ხო კოსტუმ შარლები იყო აკერა მე ხო არ ქონდა ასე ჩემი მეგობარი იყო ჩემი ტანის და ესეთი ჩაწეული კოსტუმები ხუდა ჩემი სკოლა არის ვინმე არ ეს უნდა ყოფილიყო ჩაწეული შლაქსები იყო მოედანზე ბოლო 10 მანეთი მივახშდიდე ესე იგი ეს ისინი კარგად მასკენი ტიციანის მიხატები მიხატები როგორ არის ტიციანის შვილი რაშა გაიგებდა ყველაფერი ტიციანის სახელი როგორ არის გიასკა რო პირველად კანკალმა დამიწყო ტიციანის შვილი მე ახლა სოფლელი ბავშვი ბიჭი ვარ დაკომპლექსებული ტიციანის თბილისის ღმერთი იყო ჩემ და ამ დროს კიდევ ტიციანის შვილია ტიციანის ჩემ კერპი იყო საერთოდ აი სხვადასხვის აი მარტინიდენს რაც დაემართა ეს მარტინიდენ მე წიგნმაჩში გასოს მითხარი ისა ყველაფერი დამდგურა ესე ჩემთვის იყო ეს მიუღწეველი რაღაცა წარმოიდგინე სოფლელი ბიჭის ტიციანის შვილი ხო და ამ დროს უნდა შეხვიდე შეგირით აბაზე შედი მოვადეგი ტაქსი დავაკავდი პიროსკარი რაღაცები ახლა კეპიცები 64-ში არ გად ადამიანი არ სადღაც უფრო ადვილად შევა ვიდრე ჩემი შეესვლა როგორ აი შევდივარდი დედა ხო იცი როგორ შევედი საათ შევედი მე ხელთ კიდე დედა დედულია წამო დამსეს ესე იყო ის გააკეთა დედიკომ ისე პატარა ისინი პურის დაჭერები და რაღაცა კარაკი ძები და რაღაცები იყო ისე ბუტერბროდი ბაში და ერთ დღეს გეტყვი და ეს ყველაზე მეტად რო გამოხატავს იგი ჭადრები არის ჭადრები იყო და ეს ხო ცვივა ეს ფოთლები შემოდგომაზე და მე ხო სულ ამის მაშინ ვიყავ შემოდგომა ეპარება სიყვით და ქალაქს რომელშიც ფარულს ევდათ გულსეგულები ჭადრის ფოთლები შენს პანჯრებთან ყრია გულაღმა როგორც მაჯაზე გადახსნილი ხელის გულებია რა გაგიცხა სულ შენთებული ვარდისფერ ცეცხლად გზნება იცვლება სევდის მოტივით დუმ სიყვარული აყვავილებულ წელგადატეხილ ატმის ტოტივით და კიდე ერთ წეთქი პიენი ეგეც იმედის გუის თოლის როგორ იმედი დამრჩა წავით ჩამწრალი ოცნებაც ისე საბრალო დუმდა ვით უცნობ ლამას ქალს აცდენილი პირველი თოვლის დაფშვნილი გუნდა და თერმინი მოყვამას მოყვა და უყრეთ იმას ნიტა მეუბნება ცისკარში ლეკვები უყვარდა კიდე ნიტას ასე მოთხრობა არა და მე ნიტას მოეწონეს როგორც სასიძო ხო მე დამაკვდა კიდე მე რაუგეშვილი მეხობერ გამყვები მე არ ვიყავ საქმე ძირითადად ნიტასთან ქონდას ვიდეო და სასიდაში და ხო ანუ გალაქტიონის ძალი რომ ცოცხალი ეგონა ნიტას და იქ რომ მივიდე გარდაცვლილა ბესარიონის ხო რა და მესამე რაიკოვის დივანი მაშინ იყო ნოდარ ანდრიაძე ამას მამის ბიძაშვილი და რაიკოვის დივანი წარვედი მაშინ 91 წელია და მივდივარ პირველად რაიკოვის დივანთან უყურე მარტია საათებს იმოქცევ სკოლაში კაცო მარტში და როგორც კი არ დივანს შეხვდე ნიტასის რონახა რეკომენდაცია ვარ წერილი რომ მიმეხედე ამ ბიჭს რომ სკოლაში გაკვეთილები დააჭირა გილაც ხო იცი მაშინ რაიკოვის დივანი შემოდის გიორგაძე შიო რაიკოვის დივანი ახლაც მახსოვს და იმ წუთას გამომიყვეს 24 შიო გამომყვა რაიკოვის დივანი ვზივარბე მიადგნენ შუამთის საშუალო სკოლას მარჩ და საცხარ იმას
შეგელი ამბროზი ჩამოაჭრეს 12 საათი ეგრევე. მაგრამ გაგვეძებს. მე დამდიშეთ მე-10 კლასი მომწეს, მე კიდე პატარა კლასი, მაგრამ ზუბროს პირველი გაგვეძებს ჩემი და რახან ბინაჯერ არ მქონდა იქ რომ ჩავედი, მე ტაქსით იქაც წამიყვანეს ბოლომდე და ჭყვიში ცხოვრობდი ტიციანის სახში, ოდაში. 1-2 თვე. აი ეს სუნის მახსოვს ის ოდის იქა. და შემდეგ საბჭომ უკვე გამოვიყო ფული რაღაცა და ფარცხალაძეები იყვნენ სკოლის გვერდზე, ოჯახი და იქ ცხოვრობდი, იქ მავშება საჭმელს მე რა ხდებოდა ახლა ჩემი კლასელები, ჩემი ტოლები არიან ბიჭები, გოგონები კაცო და ჩაის ვარდები იყო მაშინ თუ ჩაის ვარდი ასე დიდი და სურნელი აი ესეთი შემიგროვებდნენ ამ ვარდებს, გაფერდნენ, იმაში გაახვედეს სველ კილოში. რო ეს არ დამყარებოდა. დილას მოვდივარ გოგებაშვილის ქუჩაზე, ამათთან აი ამ სველი ვარდებით იქ რამდენჯერ არა წერდნენ ეს ბავშვები რომ ვინახარ შენ აი წერილები დავაწერილი გასაგიჟებელი ეს კაცი რა გინდა ვერ გამიგედა რა აი ეს გასაგიჟებელი მასწავლებელი ესეთი ბავშვებმა იცოდნენ რომ შეყვარებული კაცო ყველა ვიცოდა კომუტატორები რა დღეში ქეში ზოგი და მომერაფე გავაგზავნე და მაგრამ მე ზუსტად ვიცოდი რომ მე არ ვიყავდი ეს აი ახლა ნინო რა თქვა და ფულად ესე იყო არ ვიცნობ ადამიანი წესიერად ეს არის რომელიც საოცარი სიყვარულის უნარია ახლა რა იყო რა დედას გაჩენილი მე ვიყავი რომ დამინახა და გადაიარა ეთქობა ნუ აი ეს გიყვარს შენ ვიღაც სხვა წარმოსახვედი გიყვარს და მე როგორც მაგ სიყვარულს მეც უბედური ვიქნები და შენ ასე პატარა გოგო როგორ არ მოიხიბლეთ ასეთი სიმპათიური მამაკაცით აბა მაგაზე მე მეც საშუალება და ეს დავეტაკე და ვერ გასი და გოგონი აიყო თამაშობდა კაცო და მე ძალიან სერიოზულად ვაი ძანდურაკი ვიყავი რა მაგრამ მართლა ვიცოდი ზუსტად ვიცოდი რომ ეს არ იყო ჩემ დავიდა რომ რაღაცა ყოფილიყო მაინც შანსი არ იყო აი გული გაუტყდებოდა ამასაც მე არ შეიძლება ანუ ეს გინდოდათ რომ ეს ოცნების გოგონად დარჩენილიყავით ხო არა ნუ ჩვენ ურთიერთობა ახლა ან როგორ გაიაზრეთ ახლა თქვენ ხო მე პატარა ვერ გავიაზრებდი ახლა ვიღაცას რომ უყვარვარ ნახეთ ეს რამხელა ის არის გააზრების არ შეიძლება მაგრამ თამაში ცირა ჩვენ დროს ისე ვიძახით ჩემ დროსაც ასე იყო რომ ესე შორიდან დანახვით უყვარდებოდათ ქალები ჩვენც ბიჭების შორიდან ანუ ურთიერთობიდან არ იწყებოდა ბათუმში ისვენებს ვიცი ერთადერთი წერილი მიწერე მანამდე ტელეფონი ხო არ არის მას ნახეთ ახლა დავით სასწაული ტელეფონი არ არის არაფერი არ არის ბათუმში ისვენ ბათუმში სად ისვენებს მისამართი არ იცი ტელეფონი ვერ დავი იმ მომენტში ზღვაში იქნება თუ არა აი რომ მიდიხარ სად მიდიხარ სად უნდა იყო მივდივარ მე და მეგობარი ჩემი გულადი იყო იმას გულადი და გურამი ორივე ერთი გულადია გურამი მეგრულად გური არის გული და წავედი სად მიდიხარ უბრალოდ ვიცი რომ ბათუმში ისვენებს ზაფხულს აი სად უნდა ეძებო მისამართი არ იცი ტელეფონი არ იცი და დავიწყეთ უფლები გავიხადეთ ეს მე ფასვებით გადავიკიდეთ ხალხი ათასობით ეს ფენა მოფენი და საიდანაც დავიწყეთ ძებნა სად უნდა ეძებო აი რა აი ხედ იმ მომენტში არც არის ფლავზე კაცო და აი ამ ათასობით შიშოც მეძე ბირდივა მე არ ვიცი რამდენი ვიარეთ რამდენი თვალი არ მოყარი ერთი მეც აი ზუსტად ასე საცურაო კოსტუმები და თვალი სად გავარში ამდენ მასაში გეფიცები და ნუ ერთი ნახევარი საათი გულანი მასულიერებდა გულანი მასული ხატარიელი რა მე კი არ ვლაპარაკებ და ჩემს ელაპარაკე გამოვიდა გამოცდიდან ეხლა ხუთიანი მიიღო მე არ ვლაპარაკებ უბრალოდ დამინახავდა კაი ხასიათზე გამოვიდა დარეკავდა დედაჩემთან ნიდად ქალბატონები და ნამდვილად ხუთიანი მიიღო რაღაც კაი ხასიათზე ესე იგი ნამდვილად მოფხიზყაოსნის სიყვარული მოყევით თქვენ რა სასწაული და ეხლა ჩვენში და მე დასაბანი რა ფერი არის მე ყველგან ვამბობ ამას მაინც იმეცხო ვიტოვებდი მე დილა ხა ბიჭო ადამიანურად უყვარდი ხა ადამიანი ვარ მეც მაგრამ ეს მე უკვე გადაგქონდა მეთქი ალბათ ეს შორის სიახლოვე გალაქტიონსაც აქვს
ზუსტაველშია პირდაპირ. შორით ბნე და შორით დაგვა. აი ახლა მაგაზე იყავი რაც კიდდა ისა როგორ იყავი ისეთი როგორც ახლა ხარ ნინო არ სულ ჩავიხედო შენს ფარულ ფიქრებში ისედაც კარგი ხარ ისედაც მიყვარხარ ისედაც დაფრინავ ჩემს ლამაზ სიზმრებში ირბინე იცინე და შენი სიცივით ეს გული თუ კიდე 1000-ჯერ მოხარ შენ მაინც კარგი ხარ და გეტყვი სიცივით რომ მაინც მიყვარხარ მოდი და მომხარ რასიზა გიოროთ შორი მე და შენ ფიქრებში დამრჩები კვლავ გაუხუნარი ოღონდაც ასეთი დაურჩი დედაშენს და აღარ მექნება მე სხვა სამდურავი რა უყოთ გაუძლებ ავიტან სიშორეს ჩუნი ოცნებებით მოვირჩენ იარებს ოღონდად ვიცოდე ოღონდაც მჯეროდეს იმ გულს რომ სხვა ვინმე ვერ აგიხმიანებ გულს არ გავაკარებ სევდას და სილანულს თავს აღარ შეგაწყებ ამავედრებით ოღონდ დამიშლი ამ ცოტა სიხარულს მოვიდე და გითხრა ჩუმად და ფერები იყავი ისეთი როგორც ახლა ხარ შორი და ნაცნობი დიდიც და პატარაც ასე უყარება კვლავ უფრო მიყვარხარ კვლავ უფრო მიკიდებ ცეცხლს შავთვალა სიშორე გაუძლებ სიშორეს რა გზა მაქვს დაახლოებით ესეთი მერე რომ გეცეხა დასაბალი რა დაბადების დღეა აბა უსმენთ ერთი წუთი დაბადების დღეა დინოს 21 წლის გახდა თუ არ ვთქვი თუ 20 ყველაფერი დღემდე ყველაფერი იცის გამოვიდით გარეთ და სადარბაზოსთან საუბრობ არა შენის გაიხსენე ის არის რა ქვია რაღაც ამჩებს საფრთხელო სვავე და რაღაც მთასრველი მეგობრები მყავს ვიღაცები და რატომაც სვავდნენ ამ საფრთხელოს როგორ იცი რომ ალავერდის ამბავს ხელში ამიყვანდნენ და ასე ერთმანეთს გადამწევდნენ რა ხელი და ბოლოში ეს იქა და იყო ლევანი რომელიც მე ჩემ მეუღლე გახდა არა მაშინ მეგობრები ხარით ნამდვილად არაფერი ჩდობა ლევანი იმის შველი გურამასათიანი დიდი გურამასათიანი და მე მოყევით რომ მოვიდა ბატონი მამა გურამის ჯერი ლევანმა რომ ამიყვანა ხელში და თქვა საფრთხე და მე გურამი იდგა და არაფერი არ გადამცა ძირს დაგდა შანსი გამოვედით საუბრობდი და მე მგონია რომ ამას შემკერა გული ის დავაჯერე თავი და პირველი შემთხვევა იყო სხვა ყოფდა რომ არა და სხვა მიყვება არ ჯერ ისე დამაჯერა ლამის ტუფლის ნომერიც კი მითხარი ვისაც უნდა მალე ცოდად გაყოლოდი მოიგონა რა იმიტომ რომ ხედავს რომ ვერ ვარ და როგორც ეს მეუბნება ღამის პირველი საათია გამოდივარ დინოსგან მე არ ვიცი ჯერ რა მჭირს ყველაფერი იყო დინო ზედა ამიტომ პარანორმალური ეს ჩემი სიტყვას გააკოდა უკვე და თუ თავის მოკლა ფიქრად არ გოსიება რაღაცა დამემართება არ ვიცი ჯერ დამჭირდა და იქ მეგობრის სახლი იყო იქვე სტუდენტები იყვნენ დაქირავის გასაღების დებდი კართან ხოდა მე არავინ არ ყოფდა რაიონში იყო წასული გავაღე კარგი ღამე დავჩერდი და კიკაბიცის ის იყო დისკი მაქსიმუმ დი ორი დინამიკიანი სრეფო პრაიგრევატერები და ეს მუსიკა როგორ ჩავდი ისა და აფეთქდა სამყარო ეს დინამიკები კი არ წავიდა ხმა მთელი კოსმოსი და თორმე მე გადავსულა უკვე და 4 დღე თუ 5 დღე გუგური ვიყავი თბილისში მუდავდი საერთოდ არ გახსოვს დინოსახში მოვიდი ცეკვა დავიწყე თავაში დავიწყე ეს მიყურებდა მიხდე რაშია საქმე მე უკვე არა ვარ ახაული და მამამის ცხოვრებულო არ გამიტყვა გაიწაბოდი რა გავისეირ დავდო კამოს ქუჩაზე მიყავი იმიტომ რომ არ შეიძლება ჩემი დავდო აბა არა ნორმა ცეკვა პატარა ბავშვი ვიცინი ვითომ ნინოს ელაპარაკები ტელეფონზე ნუ ახლო და ვაიმე რა სწორია ბიჭო ეს მართლაც ეს საოცრებას ყვებით წამიყვანა და ფეხი აბა თქიოტიციან ლექსზე მე და საუბრო ბათამაში და მიიყიმა თვალი ჩაუყურა ეთყობა იმად რა ხდება ხო აბა ისიც აბა თქვი ლექსი აბა და ამეყვანის მეორე საათი კამოს მაშინ იყო ძველი საგიჟე ვაიმე როგორ სასწაულია აიო გააგეს ბიჭო და უცბად აი ხა შემიტყუეს რომ მე არ მივხვდე და როგორც ეს ერთ სადაც არის და ვამთხოვები გააღე და უკან მიმართეს ქუსლი თუ რაღაცა რომ შემეჯდეს და დაკეტეს კანი და აუგუსტი 1 30
ყველაზე მამალი გიჟები აი ესეთი ზედახურა და მეტი სადავარდა მამალი გიჟები ხმეთ რაფინალია ბრალოდია სერვიზე ასე ახორხილი იყო ტარიელზე შოხავდი დაბობხავდი რას ზოგი ნაპოლეონია ზოგი და ნემსი უკვე ამინაზინი უკვე გაუკეთებია ჩემთვის უკვე დიდი დოზა და სანამ ეს ამინაზინი ეტყობა წუთებში მოხდა და ისე გაუბრაზდი მოკლედ და წარმოგიდგენი ახლა როგორი კარს როგორ დაკეტავდნენ ამდენი იმის და ფეხი რომ კარი ჩამოვგა ჩავანგრიე კარი გამოვარდი იქიდან და მეორე სართულიდან და ეს მაშინ ხო გახსოვს ისინი რომ იყო მუსკულიანი ბიჭები და პროსტინებით აბამდნენ იმას გავიქეცი მაგრამ სადღაც ის ყო და galawani ამებას და იქ უკვე ესე ამინაზინმა მომეწია დავარდი არაფერს ამან დამიწყეს ცემა დამავეს ამ საწოლზე პროსტინები და ესე და მოგეთ იქ დავიდგინეს რეაქტიული ფსიქოზი ახლა გეტყვი აბა მოიცა ჩათქვას ნიოს მოუსმენს მე ლაზერტული დავადება ფსიქიკური გონმა შეიძლება სიყვარულზე ხო იყო საუბარი კი ერთი ლექსი უნდა ვათქვენოთ ისე ვერ გავუშვებთ აგერავა გავჩერდები და კი გაგა მოდი რა აი ალბათ მეც რომ ამ ქვეყნად სიყვარული მოიგონა რომ უნაძეს ვარდის ხევა მიადონი დაიმონა რომ ნაკადულს დარდა დააწევს მზისხივების სიბერფთალ უნთვარეო დატირებულ ცას უმშრალებს ქარი თვალებს ასე ხედავ მომადლებულ სიყვარული ზეიმს ქვეყნად ვინც ამ გზნობით დაიბადა ვერ დარჩება ვერსად კენტათელვა სერავს ცას დაბინდულს თეთრი თვარეც გამოღადრა ობლობაში დარჩენილი ჭიქა ღვინო დამიძმარდა მხოლოდ ერთი საფიქრალი ჩლანად გაწეს სულის ფსხერზე როგორ დავთმო სიკვდილის ჟამს გზნობა დახაზული მკერდზე ანრაგულით შეველიო სიყვარული ცავსე თვალებს მომაკვდავი გულის კარზე სუნთქვას ზრუნვით მოკანკალეს ჩემთვის მოძღვნილ სიცოცხლეს და სულში ამოფრენი უტრედებს იქაც ვნახავ იქაც ვიგრძნობ მხოლოდ ეს ღამა იმედებს არ დამტოვებს ვიცი არსად სიყვარული ნაფერები მანტელივით არ გაქრება ღამეები ნათენები მომიგონებს ყველა სახლი რაც ამ გრძნობით მოვიარე არ მომაკლებს ვიცი იებს სატრფო ჩემი მგლოვიარე და მე ციზმარ შეგიჟნული კვლავ დავლაშქრებ სარკმლის ღუდეს სადაც გულით შენახული სიყვარული დაიბუდებს წველ მზეს საგავს ჩემი გრძნობა გულში გაყრილ ცეცხლის ლახვარს ასე ვიცით პოეტებმა სიყვარულის კი გავაგზავნე წერეს მოვედი სახში მაგრამ თლიანად გამოსული არ ვიყავი მე მოსკოვში წავიყავი ორი თვით თავისი თეატრში და დავბრუნდი მოკლედ ეს ეშინიათ ჩემებს ისევ რაღაცა არ მოხდეს და დავიწყე ჯერ სკოლაში აი პავლიკ ზურაბიშვილზეც რო გითხრათ პავლიკ ზურაბიშვილი მაკვირდებოდა აწიხსება ეს ოღონდ სკოლაში დავიწყე მუშაობა და შემდეგ უკვე შემოთავაზეს რაღაცა მოკლედ მილიციაში ბავშვთა ინსპექტორად არასოციალურ ხოდა ამის მერე წამოვიყავით თბილისში კურსებზე ისე პოლიციის ისე რა გადამზადების კურსებზე გავიდა წელიწადზე მეტი უკვე ნინოს მერე ნუ თითქოს მონეულია ყველაფერი მე გამოყვავარ გავიდა ეს პრობლემები უკვე მსახურობდა მომიყვა თბილისში ჩამოვედით კურსებზე, გადამზადების კურსებზე, მილიციის, ასამაგრებელი კურსებზე. და ნინოს ტელეფონი ხო მახსოვს? და უკვე თითქმის მილეული არაფერი არ აქვს კავშირი, დამთავრდა ჩვენი გზები გაიყარა, რა ვქნა, აი მილიცია. ჯიბეში ბიბლია მედო პატარა ჯიბის ბიბლია მაშინ ეს მთელი ის არის დასაწერი ამაზე ბიბლიით გადაიღოს გასვლა როგორ მილიცია ვიყავზე რეებს ვაკეთებდი და ბიბლიით ხეში 82-ში ვის გაუგია 82-ში ბიბლიით პოლიციელი ქალაქში და პოეტი თუ გახსოვს როგორ არა არჩილ ფიცხალავა როგორ ამასო ლოთი პოეტი და წარმოიდგინე მილიციის ფორმით არჩილ ფიცხალავა ვიღაცები მათთან ბარებში შევდივარ ლექსებს ტიციაზე არჩილ და ბულვარში ხალხი გაგიჟებულია ეგეთი ვისურა მოსაცანავას მარი ხოდა ამის შემდეგ ნინოს ტელეფონი ხო მახსოვს და ვრეკავ ნინოსთან ნინო გარკვეული არ არის მე უცბარ მაინც დავრეკავ მეთქი აუკრიფე და ერთ სიტყვას მე უბრუნდი ანუ ეს ხო ის სიტყვა როგორც ყავდა ისე არ გადაფერდა იმ წამს შეიცვალა სამყარო
ნუ ახლა გათიში ვარ კანუყარის ასატიანზე და იქ ვიყავი 2 თვე და ავლის ზურაბა ხო ვერ მომყვებით რა ხდებოდა და ავლის ზურაბაში და პროსკოპოლიტია მოიწვია 200 ფსიქიატრი ესებოდა პრაქტიკაცები სტუდენტები ყველა და მე ვიყავი ისეთი რომ სულ მიკვლევდნენ მუდმივად ჩემზე იყო ნინო ჩხეიძე იყო ეს ნინო ჩხეიძე მირეკავდა და მეკითხებოდა ასე ყვება რომ ზღვაზე მოგაკითხა მართალია თუ იგონო მართალია რა ხდება ღმერთი და სიყვარული ერთად არის აზერილი და ეს 22 წელი ის არის რომ თქვენ რო დაუშვათ ნახტახდებოდა ხალხადონი შეიძლებოდა არ შეიძლება აუცილებლად არ შედგება მე მკითხეთ მე რაღაცეებ კიდე ყველაფერს რო მე თუ საშიში მე თუ რო გვექნება მე როგორც პროზაში ძალიან მაინტერესებს ხვენი და ახლა შეიძლება მას ყველაფერს ვერ თქვათ ან არც საჭირო მაგრამ ხვენი და ავლიპის საუბარი და ავლიპი იყო ძალიან მაღალი დონის მეცნიერი სოფლიო სამეუნში და ხუთეუნში გადიოდა ავლიპი ძალიან მაღალი დონის იყო მიუხედავად თავისი აი ასეთი ეგზოტიკური და ზოგჯერ ირონიას იწვევდა და ანეკდოტებისა დიდი მეცნიერი იყო აღიარებული და ამიტომ ძალიან საინტერესოა ჩემთვის აი ბოლო დიაგნოზი რა თქვა მე ბოლო უყურეთ მე სკოდა ეს ამპარო ხო ვერ გადმოცემ ხალხო მე როგორ უყურებდი აი რომ ნახატებს რომ მაჩვენებდნენ ერთხელ მასო დინო მაჩვენებს და აბა რას ხედავ და მანდ იყო გლეხი მეუღლე უკან მოყვება ბავშვი და ხნავს გუთნით იმას რა ქვია ეს ადრიდელი ძველი და მე აღარ ნახატად კი არ ხედავ მითოში გადავდივარ ცოცხლდება ჩემს მე იქ ვარ და ის განცდაც მახსოვს ეს რა არის მიწას როგორ და რა ბედია რა სიფშვიდეა იქ ანუ მე მქონდა აზერილი რეალობა და არ მოსავ ერთფერიანი მე გარედან რო შეხედავ და ვაიმე საცხარი რა საცხარი ერის ახალში მოგეთ ეს დეტალს გეტყვი ავრისთან დაკავშირებით კონფერენცია რომ მოიწვია ახლა და ვზივარ აბა გურა აბა მითხარი რას აკეთებს ახლა ღმერთი ნუ ერთ-ერთ დეტალს გეუბნები რა დაბაბა ეს პავლიკზე ამბობთ ხო? გეფიცები მოგეთ ხო მითხრა ეს და ტკაბ და მე ვხედავ ხილვაში უკვე რა ხდება მე ხაგავად კიდე ერთი 10 წლის მერე ვნახე თუ გახსოვთ კრიშნა რო არის წამოწოლი რო ასე კრიშნა ესე რაღაცა ეს და ზენსაში პლანეტები არის ასე მასავი და ეს კრიშნა განისვენებს ეს აი ეს დავინახე მე არც ვიცოდი ხაგავად კიდეში მერე ვნახე მე ვთხარი რას აკეთებს და ახლა მეთქი მეტი წამოწოლია მეთქი ასე მე მეთქი დედამიწა არის დაკიდებული ასე მის ფეხებთან მეთქი ასე მე მეთქი აი ახლა ღმერთმა ფეხი ასე მოგედა კრა დედამიწას და გააქალა იქით მეთქი და ატყდა ხარხარია აი ეს ზუსტად კრიშნა მე ხაგავად კიდე ქუჩაში ვდახე აი ისეთი ტიპი მე ვნახე და გადმოვეცი რაც ვნახე ისეთი და მოკლედ ორი თვე წავიდა საბოლოო დიაგნოზი რა იყო ავლიპის? აი ახლა ავლიპას იქ არ მახსოვს რომ პირველი იყო ეს რეაქტიული ფსიქოზი და მეორე სიყვარულისა და ღმერთისგან აი რაღაცა ნუ სიმბიოზი მე ხო დავზეწეღა დიაგნოზი ადელის სინდრომი ქვია მაგას მე ნინო ადელის სინდრომი ტელეფონი ტელეფონზე დაბარეკილი ისტორიას და ფსიქიატრიაში შევიდა ქვია ამ დაავადებას ადელის სიყვარულის შედეგად ემართება და აი ესე დააყენა რაზდუაზე ახლა პროფესორი მომაშე თქვა რატომ მიეცი და რატო არ ნერვიულობდი ჩემი ცოლი მიკვდებაო ნერვიულობისგან ніლა დამაყდა საწყარი კიდე და გაიგო და შემდეგ ეს მამამდა შემდეგ რომ მოვითხოვე დავთეს ნება ნინო მოსულიყო და თურმე მე ნინო შენ მოყვედი და არ შემოგიშვეს შემდეგ გადაწყვეტეს რომ აინტერესებდათ ეს ხობა დიაგნოზი ანუ ქალბატონო ნინო ეს როცა იყო ფსიქიატრიულში თქვენ დაგიკავშირდნენ რომ მიხდნენ რომ რაღაცა თქვენ გიკავშირდებოდა ყვებოდა ისტორიებს აინტერესებდათ რომ ეს არის მოგონილი ისტორია იმიტომ რომ ძალიან არაბუნებრივად რაღაცეებს შეიძლება ეს იყო ფანტაზია თუ სინამდვილე და რასაც მეუბნებოდი რომ ყველაფერი მართლა სიყვარულის გაუგებრია და რას ფიქრობდით თქვენ კაცი რომ გაგიჟდა მართლა თქვენი სიყვარულის გამო მაგრამ თან ახალი გათხოვილი იყავით თქვენი ამბავი ჯერ არ იყავით მე რა მაინტერესებს ესეთი სიმპათიური ესეთი გულით რატომ არ მოგეწონა რა ვიცი აი ბაკა აი ესეთი არ იყო ეს
რაღაცა ანუ მე არ ვუყვარდიო. მე თქვენ გეტყვით ახლა რაღაცა ბარი ვიტყვი რა. ანუ თქვენ არ დაიჯერეთ? ანუ პრობლემა იყო დაჯერებაში? შემეშინდა ამ გზნობის, აი რა გითხრა. აი შემეშინდა, იმიტომ რომ გძნობდი რომ ეს რაღაცა ძალიან ისე არანორმალურად ვიყავ. ეს არ იყო, ნუ აი ჩვეულებრივი ხა ხო თორე არ დატრობს სიყვარულს, კაცო გეტყვით ბათუმში რომ ვიყავით, ხო გითხარით რომ რა დღეში ჩავარდი ბათუმში ნახე, მეორე დღეს დავნიშნე სვიდანიას რო ეძახე, მოვიდა ნინო. და დამიშდა გვერდით ეს გულადიც აქ არის და ნინო შეკვდა ნაქსოვი ჩანდა სირიაში, ხო დაიბადა სირიაში, ხო დაიბადა. თუ წაგიყვანეს, არა, ხო იყავი. ანუ იქიდან ჩამოტანილიო, ნინო მეუბნება. ნუ იმღამეს ხო და აი ძაფი გამოიღო ერთი ძაფი და მაჩუკა ეს. ძაფი ჯიბიდან ჩანთიდან მე არ მახსოვს შენ რაიგა. ხო და იმ წამსვე გეფიცები იმ. ბატონო და თქვენ რა მეორე დაწერეთ ამ ამბავზე. ნინო ჩემთან კეთილ განწყობილია მთლიანად იფსხრობდი. ეგინებო. გამოვიქეცი ბატონიდან. მეორე იყო შენთან. პირველად რომ მოვედი მეთქი და ნინო ხელზე მხარი დამადო. ნუ ახლა სტუმარი ვარ რა მოხდა. იმ წამსვე გაწყდა ყველაფერი წამოვედი. აი ეს ხდებოდა ამას ნორმალური არის. ანუ სხეულებრივად გემართებოდათ ეს. რა ქონდა არაფერი. არა, სხეული აზრდო უერთეს. ანუ ეხლა როცა მაღალცნობიერში ხართ, ეხლა უკვე ამ გადასახედიდან რას ფიქრობ? აი ფსიქოლოგიაში არის ესეთი ტერმინი თვითსაბოტაჟი ქვია. აი ხო არ იყო ეს თვითსაბოტაჟი, აი რაღაცა ახსენი ჩვენ ენაზე რას ეძახი თვითსაბოტაჟი? თვითდაზიანება, სელფ-საბოტაჟი, ანუ თვითდაზიანება, რომელიც რაღაცა ძალიან ძლიერთან, ძალიან მაღალთან მიახლოების შიში არის, წარმატების შიში არის. ნინო კი არ იყო ეს ის რომელიც მე ვირწმუნე. ღმერთს. ახალი და ამაში მიდოდა დამენახა და ეს იმაში ეგ არის მე ხო ვიცი. აი დიდებულებასთან მიახლოების შიში არის ეს სელფ-საბოტაჟი. შეიძლება იყოს ზეცნობიერისა და ცნობიერის კონფლიქტი. იუნგიანური ფილოსოფიაში რო გადავიდეთ ჩვენ, შეიძლება იყოს ეს ასთენა ზეცნობიერის და ცნობიერის. როგორც რეალთა უკვე იყო ნატო. ნატო როდის გაიცანი? ეს იყო ნორმალური გზნობა, ადამიანური. ნატო მალევე გაიცანი? ნატოზე ხო გითხარი ბიბლიოთეკაში რო ეხმადე და შესხმა ვერ მოვასწარი მე და შვილი მიყვარდა ზოგადად. უკვე თერმა ქალაქმა იცოდა, ანუ ყველა. ერთი წუთი. რაღაცა და ხა მერე კაი დაურიგეთ. ნიტა გაისო ნინაც გაიგერებე. არა, ეს უკვე ცოლი იყო შენი. მე ჩემთან მოიყვანა მეც განთხოვილი ვიყავი მეც. აგე ფოტოები გვაქვს მაგალითად. გადასარევად. ოღონ ეს რამდენი ხნის ხანდახან ახალ ერთი ორჯერ სამჯერ ზედისე თუ დავრიკა ნინოს და ნატო ცოტა ბავშვებში მოუხშირე და რეკო. ესე იგი ეხა დრო გვაინტერესებს დრო. ანუ იმის შემდეგ რაც ეს ამბავი მოხდა იმ ფსიქიატრში იყავით ცოტა ხანში გამოხვედით რამდენ წელში მოხდა ნინოს გაცნო ნატოს გაცნო 83-ში იყო მარტში ეს ბოლო ასათიაზე რო ვიყავი ისევ გავაგზელე იქ უკვე სკოლაში მილიციის მერე სკოლაში ორგანიზატორად და ფაქტობრივად 5-6 თვეში 6 თვეში ვაი და ერთდროულად აი რას ხვება ჩემი ხორცილის დღეს 17 დეკემბერს ამან ხელი მოაწერა ანუ თქვენც 6 თვეში ძალიან მალე გადაგიწყვეტია თუ არ არსებობდა იმ ეტაპისთვის არა ის მანამდე ამბავია ანუ მაგრამ ცენტრალოდის მოხდა ან გამოფხიზება ის იყო მოგონილი ძალიან ძლიერი და მერე გაიცანით თქვენი მეუღლე არა მერე დაიწყო მეგობრები და ერთად ვიყავით სასწავლში უახლოესი მეგობარი აი უახლო ანუ მერე გადაწყდა მე ალკოოლია და მე ფუსელები ვიყავით და მე ეს თელი ნუ კურსით ერთად ვიყავით სულ და პრინციპში ახლა ვიღაცა აი ყველას ამას ვადარებდი ამ ლევანს ვაი ლევანთან კარგად არ ესეხო ვერავისთან ვერ ვარ რაღაცა ესე თუმცა არასოდეს არ მქონია არანაირი სხვანაირი როგორც კაცის ადგილზნობა ნუ ძმა იყო რა ვიცი მე ვიღაცა რომ მოწონდა მე იმ გოგოს წერილებს უწერდი ვეხვეწებოდი ერთი ჩვენი კურსელი მოწონდა და უწყობდი ამ შეხვედრებს იმასთან და ვიყავი ერთ ამბავში ლევანთან არც მიფიქრია ხოდა აი მეხუთე კურსი აი ესე უცებ გადაგვიწევდა ტვინი ანუ იმ ამბიდან ერთ რაღაც ნახევარ წელში ხო
აი მე ხო, ნუ მეხუთე კურსი. ეს ისე ახლა გადავუწევ. კაი, ეხლა ძრული ხარ, არის მოცული სახში მივედი, კაცო, დაწვიმარი ამიტომ საღამოა უკვე და დავეხი მუხლებზე, ბიჭო, რა ხდება? მე თომეთკი თუ ჩვენ ერთმანეთის უკვე რაღაცა რა, მეთქი, შენი ნება იყოს მეთქი და ახლა 6 საათი უკვე წუთები, ეგზე იკეთებოდნენ ესე და ისევ ქალაქში წავედი სახლიდან, უცბად. და იქ ვეძებ. ესე იგი თავსახში ყოფილა და არბაში არა, ბიბლიოთეკა მეუბრუნდა და დატოსა და ნიკიტარიო და დატოს ეგონა რომ წიგნი მინდა და საწყალი მეუბრება რომ იდა მეკინდი ვარ თუ და კი თქვენ მინდიხარ მეთქი აბატასი. რაიმე საყვარელი. სულ 10 წუთი გეფიცები 100 მეტრი იქით გავიყვანი გამოვყარე ყველაფერი მითხარ ასე მეუნდა ზონა დიდაბო გაშტერდა გაგიშებული არაფერს არ გული თურმე რა მოხდა 3 თვის წინ კითხავ ეუბნება დეტალურად ჩემს რო სახელი რაზე იწყებ გზე იწყებ დაჭიკი მოდი არა უშავს დეტალურად შენ რო ლაპარაკობდი გავგიშდიო კითხავის დათქვამი 3 თვის წინ რო 3 თვეში ან 3 წელიწადში შენ გაყვები ასე და ასე თვის მაღალი გზე იწყება ისე და დათქვილი საერთოდ არის დაუჯერებელია უბრალოდ ისე ფაქტები ბევრი არიან ოჯახში ხევში მიუტანე რა ეს არის და ბედი შენ რო მითხარ ბედი ეს ყოფილაო თუ არ 10 დღეში 2 კვირაში დამკურცი ერთი და იგივე მომიწერე. ეგეც ასწავლია. ესე იგი მე ცოლი ნინომ საერთოდ ხო არიცო და რა ხდებოდა. მოიყვანი ცოლი და ნინო ერთ კვირაში თხოვდება. არა, აბა, ერთ დღეს 17 დეკემბერს მოაწენა ხელი და 17 დეკემბერს მემხორდა ხორცი. რასა აბა, დედა მეჩი მოვაწერა ხელი და გურამის დაბადებული. გურამის დაბადებული 17 დეკემბერს? ერთი წუთი მე